პირველია, როდესაც ვკითხულობთ რა გვიკვირს, როგორ დაიჭირეს 70-75 წლის ადამიანი. ტოტალიტარიზმის ფილოსოფია ამაზე დგას. ეს არის საყოველთაობის პრინციპზე აგებული. ანუ ეს უნდა იყოს შიში საყოველთაო. ყველა, ამიტომაც თანმიმდევრულად აკეთებს ამას შეიძლება ითქვას დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ ყველა სამიზნე ჯგუფი, ყველანაირი ადამიანი დააკავოს. მე ვეღარ პოულობ რამდენიმე თვის წინ დავწერე ფაზები, როგორ მოხდებოდა ამ ასე ვთქვათ პატიმრობის მაშინ მე ჩემთან მეოთხე ფაზას მივაკუთვნე ჯერჯერობით მესამე ფაზა მიმდინარეობს ჩემი ასე ვთქვათ სტრუქტურის მიხედვით. რომ ანუ ეს არის ჯერ აქტიური ნაწილი და შემდგომ უკვე ხდება ასე ვთქვათ დაკავების და ადამიანის პატიმრობის საფუძველი უკვე აზრი რაც კიდე რაფინირებულად გამოთქვას, სასულიერო პირი იტყვის, ფილოსოფიის მიმართულების სპეციალისტი იტყვის თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს დაუცველი. ახლა რასაც ჩვენ ვადევნებთ მამა დოროთეს და მამა ელიას და სავარაუდოდ სხვების შემთხვევაში ის თქვენთან ერთად არის, ამაშიო მათ შორის კიდევ. ეს არის უკვე რაღაცნაირად დელეგირება, რომ ჯერჯერობით ეკლესიამ უნდა მიხედოს, თუ მოაგვარებს, თუ არა და ნელ-ნელა უკან დაახევს, მე შეიძლება მღვდელმოქმედება აუკრძალონ, აკრძალვის შემდეგ აქ პროცედურებია, რომელსაც მაინც მიყვებიან ხოლმე, შემდგომ ასე ვთქვათ, გადააყენონ პირობითად რომ ვთქვათ, და შემდგომ უკვე ჩაუგდონ ძალაუფლებას ხელში, რომლებიც ასევე შეიძლება დააპატიმრონ. პირიქით, ეს სამიზნე ჯგუფები უნდა გაჩნდეს, მოსინჯვებიც კი იყო იქ რაღაცა პროფესორი რაღაც ჩიტაშვილის რაზეც დაუწყეს ქალბატონ მარინას, შემდეგი ფაზა უკვე მსგავსი მოქმედებები იქნება. ამიტომ ეს პრინციპია, ოღონდ ნახეთ რა შეასაქმე ეს პროცესი ახლა რაც ხდება არსაითაა. ანუ ეს მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება და მათ შორის ეს მოწინააღმდეგეებმაც უნდა იცოდეს, მაგრამ ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს. ამ პრინციპს ვერ მიაღწია. ეს შიში ამ შემთხვევაში ვერ შექმნა კონკრეტულ ადამიანებში და ეს იმიტომ ამ ხრი უნდა დაფიქრდნენ. მე მართლა ძალიან გული მწყდება, რომ ადრე ფორმალურად ჩვენ გვახსოვს დაპირისპირებების დროს ხოლმე საეკლესიო სტრუქტურების წარმომადგენლები რაღაცნაირად ლაპარაკობდნენ, აი შეგხვდით, ჩვენ რაღაც მედიაციას თავაზობდნენ ფორმალურად მაინც. დღეს ეს ფორმალური მედიაციის შეთავაზებაც არ ხდება. და იმიტომ არ ხოლმე მე ტერმინებთან ვთხილობ და იმიტომ რომ ვამბობ, რომ საქართველოს ეკლესია მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ადამიანებს ვერ აღვიქვა, ამიტომაც საეკლესიო სტრუქტურები დეკანოზი ჯაღმეიძე, რომელსაც მე ვერანაირად ვერ დავუწოდებ მამა ანდრიას ვერასოდეს, მას შემდეგ რაც რაღაც ხნის წინ, საკმაოდ ხნის, დიდი ხნის წინ, მე პირადად ოჯახის წევრების ანგარიშწორებით დავიმუქრა ტელეფონზე. დაგირეკათ და დაგიმუქრა? კი, და ჩვენ გქონდა და მაშინ ბატონო ანდრიათი დაუწყე ლაპარაკი. ეს ძველი ამბავია, საკმაოდ გახმაურდა იმ პერიოდში. მე სტატია დავწერე გაკულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდებოდა მას და მოსაყდრეს. მათ შორის აი ამ რაღაცა არც ისე კანონიერი რაღაცა ფაქტორების შესახებ და ამაზე დამიბარეს, მე სასულიერო პირი არ გახლავართ, მაგრამ დამიბარეს მეუფეშიოსთან. მე ვთქვი, რომ მეუფეშიოსთან არაფერი სალაპარაკო არ მაქვს. ეს ერთმანეთში არ ყვიეთ თქვენ, მე ჩემთან ასე ადულად ვერ მოხვალთ. და რომ არა ადამიანები, რომლებიც მე ჯერა რომ მფარველობენ მათ შორის ეპისკოპატში, მე შეიძლება ცოტა სხვანაირ მოცემულობაში აღმოჩენილიყო. და დაგირეკათ და რა გითხათ ოჯახის წევრებს? გამემუქრე რომ შენო რეებს ლაპარაკობ არ დაგავჭდეს რომ შვილები ყავსო და ოჯახი ყავსო. ბანდიტები ჩვენ. და მე მაშინ უთხარი რომ სხვათა შორის მეთქი, იცით ჩემი შვილის თუნდაც ნათლია ვინ არის, მაგრამ რომც არ იყოს მეთქი, საერთოდ არ მაინტერესებს და როგორ ბედავთ მეთქი, ამაზე. ჯაღმაიძე იყო. ჯაღმაიძე, დეკანოს ჯაღმაიძე. ამიტომ მე მას შემდეგ ამ ადამიანს, ამ სოციუმს, რომელსაც ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აქვს, იმიტომ რომ ქრისტეს ამოსით, როდესაც დადიან და განსხვავდებიან ჩემგან და როდესაც მე სასულიერო პირს ვხედავ, უნდა მივიღო ლოცვა კურთხევა არ ვიღო, შესაბამისად პასუხისმგებლობებიც მეტი აქვს და საქართველოს ეკლესიას, ზოგადად ეკლესიის იდეას არ წარმოადგენს მხოლოდ სასულიერო პირები. ეკლესიის ნაწილი არის ყველა შიგულისხმად თითოეული ჩვენგანი. მათ შორის ისინი, ვინც კი უფრო საინტერესო რამეს გეტყვით. როგორც ადამიანები, რომლეთა ფინანსური ნაწილი მიდის საქართველოს ეკლესიაში, ისინიც კი ვინც იმ რწმენას არ ატარებენ. ის ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილია.
და ამას ძალიან ხშირად სჭირდება მათთვის შეხსენება. დაახლოებით ვიცი, საგან ხუმრობდით, ვერ მოვასწარეთ ლაპარაკი მე და მამა ილიამ, რომ ზუსტად აი შემიძლია სცენარი დავწერო, ახლა ხვალ როგორი საუბრები იქნება, იმიტომ რომ ვიცი ეს რა პრინციპზეა აგებული. მაგრამ ეს რამდენიმე ადამიანი ერთი თემა არის და არ გამოჩნდა ეპისკოპოსი. ათობით ეპისკოპოსი ყავს. რომელიც ერთიანობისკენ მე ძალიან მიჭირს ამის თქვა, მაგრამ იყვნენ ადრე ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რაღაც შევხვდეთ პატრიარქს სანამ ქონდა ამისი ჯანმრთელობა და შესაძლებლობა, ზოგჯერ რაღაცა ცდილობდა ხოლმე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ მოდით ასეთ რაღაცებს რო აკეთებთ. არ შეიძლება ასე ყველა იყოს კრიმინალი ამ ქვეყანაში. იცი რა გამახსენდა ეხლა შენ საუბარზე მართლა მე მგონი მე-20 საუკუნეში მე მგონი მე-20 საუკუნე იყო თუ არ ვცდები ან ამ საუკუნის აი გარიჟრაჟზე რუსთავი 2 და მე მაშინ პირველ არხზე მუშაობდი იყო რაღაც დაპირისპირება იყო ეხაც ვერ ხვდები აი ვერ ვიხსენებ მაგრამ პატრიარქმა შეახვედრა ერთმანეთს ეროსი კიწმარიშვილი იყო და ზაზა შენგელია რაღაცა ორი არხი არსებობდა და იყო რა დაპირისპირების ეხლა ისე მოუკვდებოდი არჩი რომ ეს ისტორია არ გამახსენდებოდა ალბათ სიკვდილამდე და შენ თქვამზე მე მგონი შეიძლება ვცდები მაგრამ მე მგონი ნიკა ტაბატაძეც ესწრებოდა ამ შეხვედრას და პირველი არხი მაშინ პირველი არხი იყო საზოგადოებრივი არ იყო ჯერ და პირველი არხი და რუსთავი 2 და ამ დაპირისპირებისას ეხლა რაც არის ქვეყანაში დასისხლიანებული ბავშვები, ახალგაზრდები, ნაცემები, დაჭერილი, ამდენი ადამიანი შენ უნდა დაგეთანხმო. სურვილიც კი არავის გამოუთხო. მე ერთი რამე კიდევ, ადამიანს რომელსაც ასე თუ ისე რაღაც ხანი მონასტერში მიცხოვრია როგორც მონასტრის ნაწილს, ჩვენ იქ ადამიანებს არ განვიკითხავდით და მე ამას ჩემი მოძღვარი იქ მასწავლიდა. იქ როგორი ადამიანი გინდა შეხვდეს, ჩვენ თვის ყველა წმინდა და ჩვენ თითოეული მათგანისთვის ვლოცულობთ და ვიბრძვით. ამიტომ სასულიერო პირებს ბოდიში, მაგრამ არ აქვთ უფლება განიკითხონ ეს ადამიანები. მით უმეტეს თუ შემცდარებად მიაჩნიათ, აი ასე წევრად უნდა იარონ, ესაუბრონ, ეკადაგრონ და ასე შემდეგ. ეს არის მათი ვალდებულება.